ვაგრძელებთ GTA 5-ის თამაშს და დღეს როგორც ხედავთ ტრამპლინიდან შეეჯიბრებიან Mercedes-ი და BMW. დაალაიქეთ მეგობრებო, გამოიწერეთ არხი, დაწერეთ კომენტარებში რომელი მოიგებს და თუ 5 წამში დაალაიქებთ ვიდეოს და გამოიწერთ არხს, ამიკო შემოვა და ხელს დაგვიქნევს. 1 2 3 4 და 5. ხო და რა მინდა? ვიდეოს უნდა გამოიწერონ, თო, აქ. გამოიწერეთ რა, ვიდეოს ვიღებდი და რაღაცას პატა გავიჩით. ვაცადე ჩემ ვიდეო გადასანა. დავაი, ესეც ესე, ამიკოს გამოჩნდა და არ გადაახვიოთ მეგობრებო ვიდეო, იმიტომ რომ კიდევ ბევრი სახალისო და კარგი რაღაც მოხდება აქ. დავიწყოთ, მოდი BMW-ი დავიწყოთ, დაწერეთ თქვენ კომენტარებში რომელი მანქანა მოიგებს ტრამპლინს, იმიტომ რომ შევეჯიბრებით ვინ უფრო შორს გადახტება. არც ერთი ამ ყავს გაძლიერებული სიმართლე გითხრათ და დავიწყოთ. პირველი DB7. ოპა, BMW კარგად მიდის. ვახ, ბიჭო, რა მხელა ტრამპლინია, ხო არ გადაო? ჩემი. დავაი. ოპა, BMW ძალიან შორს გადაფრინდა, თო, გადაო. ოპა. კაი, სადაც დავხტით, იქ გავაჩეროთ მანქანა. აქ გადმოხტით BMW-ი. ნახოთ, რა სიზამს Mercedes-ი და თქვენი აზრი დააფიქსირეთ, რა თქმა უნდა, კომენტარებში. Mercedes-ის E-კლასი, ესე ჩვეულებრივად ოქროს ფერში, არაფერი არ გამიძლიერებია და დავიწყოთ, აბა, ნახოთ, ეს რა სიზამს. ოპა, ეგ არის, კარგად ჩავიდა, ისე ძალიან დიდი ტრამპლინია, თო. მიდი. მე სიმართლე გითხრათ, Mercedes-ისკენ უფრო ვარ, იმიტომ რომ გადაო, სად გადავფრინდით? ბიჭო, BMW-ს გადავაფრინდით, შეხედე ჩემი. 1-0 უკვე 1-0 დაწინაურდა Mercedes-ი, სადღაც აქ დავხტით. მოდი გავაჩეროთ Mercedes-იც აქ და BMW-ს თქვენ ხედავთ, მოიცა განახოთ. Mercedes-ი აქ არის და BMW ნახეთ. ავ 1-300-400 მეტრით წინ არის Mercedes-ი. ამიტომ 1-0. შემდეგი დავждეთ ისევ BMW-ში, ეს F10-ია უკვე. F10 და S-კლასი შეეჯიბრება ერთმანეთს. ნუ არ არის მთლად კარგი წყვილი, ასე რომ ვთქვათ, მაგრამ არაუშავს. დავიწყეთ. BMW წავიდა F10. როგორც გითხარით, არც ერთი ამ ყავს გაძლიერებული, აი არც ერთი. ჩვეულებრივად სტოკი არის ორივე მანქანა. რასაც ეს რა მოხდა, ბრატ? ეს რა არის, ბიჭო? რას დავეჯახეთ, თო? კაი. მეორე შანსიც მისვეთ, მოდი BMW-ს და ესე თუ ავა, უფრო სწორად მივცეთ მეორე შანსი. ავა, აბა მიდი, ვერადის, მე მგონი ბოლომდე ვერავ. ბოლომდე ვერავ. არა, ადის. ვისაც BMW გიყვართ, ეგრევე დაალაიქეთ მეგობრებო ვიდეო. ცოტა უჭირს, მაგრამ არა უშავს. ავდივართ მაინც და დავიწყოთ მეორე შანსი BMW-მ გამოიყენა უკვე და წავედით წინ რატო არ ჩანს არაფერი ან გრაფიკები მაქვს ეგრე ცოტა აქედან გადავიდეთ აუ არა ბიჭო არა რაღაცას ურტყავს ხვირს ურტყავს რა დაჟე აი ამ BMW-სთან აჰა S60-ზე უკან გადმოხტა დამწუხაროდ მაგრამ არა უშავს გავაგრძელოთ ნახოთ Mercedes-ი რა შედეგს დაადებს და ჩავჯექით მანქანაში S-კლასი ყავს S-კლასი და დავიწყოთ დავაი ეგ არის მივდივართ აუ ესეც არ გაიჭედოს ეხა აქ მიდი რა აუ ესეც გაიჭედა ხო არ გადაო ბიჭო და სად ფუჩი აუ ნახე როგორ დაიმტრადო ჩემი აზრით ეს უნდა გადაწყდეს როგორ იცი გადმოვალ ხა და გავზომ აქედან აქამდე თითქმის ისეთი დაშორება როგორც აქედან აქამდე ასე რომ ეს არის თუ მოგეწონა BMW-ს და Mercedes-ის ესეთი რაღაც შეჯიბრი დალაიქეთ მეგობრებო გამოიწერეთ არხი და ავიდეთ 5000 გამომწერზე რაც შეიძლება მალე და მოდი გავაგრძელოთ ლაქშერი მანქანებით შევაჯიბროთ ერთმანეთს და ვნახოთ რა მოხდება და ბოლოს კიდე სურპრიზი გელოდებათ ასე რომ უყურეთ ბოლომდე აქ ერთი არის Bentley მეორე არის Rolls-Royce ერთი არის Jeep როგორც ხედავთ მაგრამ არა უშავს Jeep-ს უფრო კარგი შანსი აქვს რომ იქ გადახტეს უფრო დიდზე ასე რომ არა უშავს დავაი დავიწყეთ Rolls-Royce-ით წავედით მიდი, აი ესეც არ გაიჭედოს ეხა რა. არ გაიჭედოს? აუ არა, მაინც დაარტყა ხვირიტო, არა. ოპა, Mercedes-ე წინ გადახტა მაინც. ნახოთ რა სიზამს Bentley, მაინც ვასრიალოთ, არც რეალე. თუ რა ჭირს თო. გაძლიერებული რო არ მყავს არც ერთი მანქანა იმენა. ძალიან არიან თო. ესეც არც რეალებს. დაგვრჩა Bentley, ამის შემდეგ იქნება ძალიან მაგარი შეჯიბრი ისევ და მოდი დავიწყოთ Bentley-ით. ოპა, Jeep-ი რო არის მაინც სხვანაირად წავიდა. მიდი. ჩემი აზრით Bentley უფრო შორს გადახტება ვიდრე Rolls-Royce, მაგრამ ნახოთ. კი, რა თქმა
თქმა უნდა. მე მგონი BMW-ებსაც აჯობა არა, ძალიან ცოტა დააკლა, მაგრამ როგორც ხედავთ, Mercedes-მა, E-კლასმა ყველაზე დიდი ნახტომი გააკეთა. ეჯიბრებიან ორი რენდომ მანქანა ერთმანეთს. თვალებს დავხუჭავ და დავიწყე. თვალებს დავხუჭავ და Enter-ს დავაჭერ და რაც გაჩნდება, მაგით ხტებით ჯერ. ამუ ეს რა გაჩნდა ბიჭო, ეს რა? ძველი პოლიციის მანქანა, რომელიც რა მანქანაა, ვერც კი ხვდები. აი, პირველი არის ეს მანქანა, დავხუჭო თვალები და Enter. გადაუ კიდე პოლიციის მანქანა ავირჩა. ეს ცოტა ახალი პოლიციის მანქანა. ასე რომ ამით დავიწყოთ, მოდი. და ვნახოთ ამათ შორის რომელი გაიმარჯვებს. დაწერეთ თქვენ კომენტარებში რომელი გონიათ. ახალი პოლიციის მანქანა თუ ძველი პოლიციის მანქანა, რომელიც ჩემთვის უფრო კარგად გამოიყურება ვიდრე ახალი. დავიწყეთ, წავედით. ოპა, შიგნით რა კარგია. ვაჰ. მიდი? ვაუ. ნორმა რა გინდა. Rolls-Royce გადაახტა და Mercedes-საც აჯობა. ვა, ესეთ შედეგს ნახდად არ ველოდებოდი. წარმაგარ. ნახოთ, აბა ძველი დავიწყეთ. წავედით. ეს ბევრად ჩქარია, მე მგონი იმაზე. კი, აჰა, 200 დაკეტა. მეტი არა აქვს ალბათ სიჩქარე, მაგრამ ჩემი არა, ცოტა დააკეტა. ბიჭო, ცოტა დააკეტა. რა შვიდო. ვერ ხედავ თამაშობ, მოდი ახში. შუათითი აგვიწი. და ის პოლიციის მანქანა საწავიდა თო მეორე. წინ იყო, აქ იყო სადღაც აქ იყო, ხო? და ეს აქ. ახალმა პოლიციის მანქანამ აჯობა, მაგრამ არა უშო. გავაგრძელოთ ჩვენი რენდომ გადახტომები და თვალები დავხუჭოთ და დავიწყეთ. ვაფშე ვერ ხედავ. ოპა, ეს რა მანქანა? ეს GTS მანქანაა, სიმართლე გითხრათ. აზია რა არის? მაგრამ ეს პირველი და მეორეც ავირჩიოთ. თვალები დავხუჭოთ ისევ. და E-კლასი, ეს რა E-კლასია? წეგარო გადავხდით. ეგეთი E-კლასია, ოღონდ მოხოდილი, რაღაცა უფრო ფერშეცვლილი. საინტერესო იქნება ამათი შეჯიბრება. მოდი დავიწყოთ ამ რაღაც აკურას გავს, ან არა, აკურას კი არა. ლოგო აკურას მსგავსია, მაგრამ უფრო მერვე სერიას გავს. GTS მანქანაა, ასე რომ არა უშავს. დავიწყეთ ამ მანქანით და საკმაოდ ჩქარი სტარტი ქონდა. ელექტროა? არ ვიცი, შიგნით ჩავიხედოთ, აბა. ლამაზი კი არა. აი, ნახოთ აბა რა სიზამს. ბიჭო, მიფრინავს. კარგად, მაგრამ არა, E-კლას მაინც ვერ მოუგებ. აზრი არა. სადღაც აქ გადმოხდით, E-კლასი არის ჩემპიონი რა. აი რა, მაგაზე მაგარ მანქანას ვეღარ ვნახავთ ჩემი აზრით. დავჯდეთ ჩვენ E-კლასში და ვნახოთ ერთი რა შეუძლია რეალურად რა. ეხა უფრო კარგ ტრაექტორიას ავირჩევ, რომ უფრო შორს გადავხდეთ. და ვნახოთ იმ E-კლას თუ ვაჯობებთ და ეს გაძლიერებული არის თუ არა უფრო მეტად ვნახოთ. გადავხდით, შორს მიდის, BMW-ებს გადავასწარით რა თქმა უნდა და არა. ამ E-კლას ვერ ვაჯობეთ, ესეც ძალიან მაგარია. ძალიან მაგრად სურავს, ბიჭო, რა მაგარი მოდიჯარი ჩაგდებული. დავსვათ აქ და შემდეგი რენდომ მანქანების დრო დადგა, დავხუჭოთ თვალები და Enter. ოპა, ძველი S-კლასი ხათაო. ძალიან მიყვარს ძველი S-კლასი, სიმართლე გითხრათ და ვნახოთ შემდეგი რა იქნება, რა დაუპირისპირდება S-კლასს. მე როგორც იცით, Mercedes-ის დიდი მოყვარული ვარ, BMW-ც ძალიან მომწონს, მაგრამ Mercedes-ი რატომღაც ბავშვობიდან უფრო მომწონდა. მაგრამ ვინმე BMW რომ აჩუქოს, არა უშავს, ავიღებ ჩაუბრიოთ კაცი, მაგაზე არ არის პრობლემა. თვალები დავხუჭოთ ისევ და დავიწყეთ. 1 2 3. რამე ძალიან კაი რა. რომ Mercedes მოვუგო. ოპა, ხადაო, ჩემი Dodge Charger-ია ჩვენთან, SRT თუ არა, Hellcat-ი არის. ძალიან მაგარია, ძალიან მაგარი. ნახოთ, S-კლასს დაუპირისპირდეთ და აბა დაწერეთ კომენტარებში ისევ, ვინც უფრო მეტს გამოიცნობს, კაროჩე, რავი, დავუგულებ კომენტარს და ის იქნება გამარჯვებული და მალე ვაპირებ გათამაშებას, ასე რომ გამოიწერეთ არხი, არ გამოტოვოთ ახალი ვიდეო. ძალიან მაგარი სიახლეები მაქვს, ასე რომ დავიწყოთ, მოდი დავიწყოთ Dodge-ით. ჩემი აზრით, Dodge ვაფშე E-კლასის რეკორდსაც მოხსნის. აბა ვნახოთ, მიდი. ძალიან კარგად გადავხდით, ბიჭო, უეჭველი ხსნის, ხო? კიტო, გადაო, ახალი ჩემპიონი გყავს. Dodge, ძალიან მაგარია, ბიჭო, რას დადის თო შეხედე. აბა ერთი დავაზანოსოთ. ვა, კოტოტრიოდა რა გჭირს თო. გორბალი მოწყდა და მაგიტო აღარ შვება, მაგრამ ერთი ვცადოთ, არა, არის, აი.
ამ კუთხეში გადმოვხდით სადღაც. ესე დავაყენოთ. ნახოთ აბა ძველი E-კლასი ძალიან ჩქარია, მაგრამ არ მგონია Hellcats Dodge შეედაროს, ასე რომ ნახოთ. ამასობაში ალბათ იკითხავთ ვინ არის ეს პერსონაჟი, რითი თამაშობთ, მაგრამ ეს არის რიკო ჩვენი ძმა, რომელიც ხშირად გამოჩნდება ხოლმე ჩვენს ეპიზოდებში, ასე რომ გაიცანით რა. დავაი, დავიწყეთ S-კლასი, ძველი S-კლასი ნახეთ შე რა ლამაზია. დავაი. რამდენსავა ის სიჩქარის მაინტერესებს, არა ბიჭო 200-მდეც ვერ ადის. თუ ადის, არა 220. მიდი, აუ ბიჭო, ესე ძალიან შორს გადახდება. BMW-ებს ყველა Mercedes-ი ჯოგნის ბიჭო. ყველა სუსტ. და ყველაზე დიდი ნახტომი რაც გააკეთა BMW-მ, იგივე გააკეთა ზუსტად ჩვენმა ძველმა S-კლასმა, ასე რომ ნამდვილად იმსახურებს დაფასებას. ეს კი როგორც გითხარით, რიკო, ესე გამოიყურება ჩვენი ძმა. ნახე რა პახოთ გიტადის თო. იმენა ტასაობს ტიპი. First person-ი ნახეთ. ქუდი რო გვახურავს, ქუდი ჩასება. მაგარია რა ჯედია, მაგარია. ალბათ პირდაპირ შემდეგი წვილი გაინტერესებდათ, ასე რომ რენდომაიზერით უცებ გავაკეთე და შემდეგი წვილი ესე გამოიყურება Bugatti Chiron-ი, ძალიან ლამაზი და Ninja-ს. ეს რა მოდელია? ეს არის Ninja H2R. კაი, დავიწყოთ ეს შეჯიბრიც. მანამდე კი გთხოვთ რომ გამოიწეროთ არხი, იმიტომ რომ ძალიან ცოტა გვაკლია 5000 გამომწერამდე და დავიწყეთ. დაწერეთ თან კომენტარებში რა, როგორც წეღავ თქვი, რომელი აჯობებს. დავიწყეთ Honda თუ რა ქვია, Ninja-თი. წესით მოტოციკლეტი ბევრად უფრო შორს გადახტება ვიდრე მანქანები, ესე ფიქრობ. ან მოტოსად გადახტა გავყვეთ. ჰაერში რატო გაჩერდა ბიჭო მოტოციკლეტი თო? მოტოციკლეტი ჰაერში გაჩერდა? არა, აი ძირს ჩამოვარდ. მეორე შანსი მისახურებს ნამდვილად. დავიწყოთ, წავედით მეორეც და უკვე მეორეც და ცოტა მარცხნიდან წავიდეთ. ან არა, მარჯვნიდან წავიდეთ. ესე მიდი. მაინც დავეჯახეთ ბიჭო რა, მაინც დავეჯახეთ და რა სიზან. ესეც შენი მეორეც და ადიქი ბიჭო. გავიჭედეთ სადღაც რომელიღაც მაღაზიის თუ რაღაც სახურავზე. ნახოთ Bugatti რა სიზამს. Bugatti დაიძრა. ეს არის Chiron-ი და ძალიან ლამაზია, ძალიან მომწონს Chiron-ი რა, სპოილერიც რო ამოდის. ძალიან ჩქარა მიდის 270, 280, 300-ით მიდიოდით თითქმის 298-ით. ჩები გადავტრიალდით. ვაჰ! ხანდაო ბიჭო. 360 გავაკეთეთ ჰაერში. ცოტა დაგვაკლდა Mercedes-ის რეკორდის მოხსნისთვის და ესე გამოიყურება ჩვენი ლიდერბორდი. პირველი არის Dodge, რომელიც ძალიან ლამაზია. დაწერეთ კომენტარებში თქვენს თუ მოგწონთ ეს Dodge, იმიტომ რომ მე ძალიან ლამაზი მოდია იმენა ჩაგდებული. მეორე არის Mercedes-ი, E-კლასი, მესამეც რა თქმა უნდა E-კლასი, ოღონდ ცოტა სხვანაირი კომპლექტაცია, ეს Gold-ი არის და ეს რაღაც ჯარის კამუფლაჟია რაღაცა. შემდეგ მოდის Chiron-ი, შემდეგ უკვე დაიწყო BMW, Mercedes-ი, BMW, Bentley, აქ რაღაც ესეც BMW-ში გადის, თქვათ, ძველი პოლიციის მანქანა, ახალი პოლიციის მანქანა აქ იყო, მაგრამ გაქრა. ეს არის Rolls-Royce-ი და S-კლასი. გადაო ბიჭო, ეს S-კლასი გავიდა ბოლოს. შემდეგ ეპიზოდში დაწერეთ კომენტარებში, რის ისეთი შეჯიბრება გსურთ და წავედით.